Ძურფასო მეგობრებო, მოროშკინას პოდკასტია პირდაპირ ეთერში. ძალიან ბევრი რამე ხდება მსოფლიოში და მინდა შევეცადო აი იმ პერიოდში, რაც ჩვენ ერთად ვიქნებით ეთერში, ბევრ რამეს გავცეთ პასუხი, ბევრ რამეზე დაგელაპარაკოთ და ფიქრობ დავიწყო პრემიერის სიტყვებით დღევანდელი ეთერი, რომელმაც თქვა რომ საქართველოს აქვს ძალიან კარგი კურსი აღებული და თუ ვინმეს აქვს კურსი გასასწორებელი, ეს ევროკავშირია. ზოგადად პრემიერი ყოველთვის ამბობს იმას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და არსებობს კიდევ ერთი ძალიან დიდი ქვეყნის პირველი პირი, რომელმაც ასევე გააკეთა განცხადება, რომ ირანთან პრაქტიკულად გამარჯვება ზეიმობს და უბრალოდ წაგიკითხავთ მინიმალურ ამონარიც რა ხდება აი ამ განცხადების მერე. ირანმა ახალი უზენაეს ლიდერი აირჩია ამ განცხადების მერე, ისრაელზე განხორციელდა ბალისტიკური რაკეტების შეტევა, ბენ-გურიონის აეროპორტით სამიზნეა, ქუვეითში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზას ცეცხლი უკიდია, დაზიანდა საწვავის საცავები და სამეთაურო შენობები, განხორციელდა თავდასხმები ამერიკის საზღვაო ბაზებსა და ინფრასტრუქტურაზე ბაჰრეინში. დაზიანდა ნავთობ ინფრასტრუქტურა და მარილიანი წყლის გამტკნარების ქარხანა და აქ ცალკე უნდა ითქვას რა. ნავთობი ეს კიდე ცალკე თემაა. აი წყალთან დაკავშირებით. ოდნავ თუ ვინმე შეეხება იმ მარაგებს და რეზერვუარებს, რომელიც ახლო აღმოსავლეთშია. მეორე დღეს მთელი ეს ტერიტორია იქცევა იმ უდაბნოთ, როგორ უდაბნოდაც იყო. ისედაც ძალიან ბევრი ადამიანი ემირატებზე და აი ამ აყვავებულ ქვეყანაზე ამბობდა, რომ მაინც ეს საპნის ბუშტია, ეს არის უბრალოდ ის შენობები ლამაზი, კარგი და დღეს ყველაზე დიდი პრობლემა ამ ქვეყნებს უდგას, რომ თუ შეეხებიან წყლის აი ამ ავზებს, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე საშინელება, გადაიტანენ ესე იგი აეროპორტზეც ბომბებს გადაიტანენ ყველა ინფრასტრუქტურის დაზიანებას, გარდა წყლის ინფრასტრუქტურის დაზიანებისა. და სხვათა შორის ამაზე გუშინ ესე წაკრეს სხვადასხვა ეთერში კბილი, რომ აი თუ რისი უნდა ეშინოდეს ეს არის. საუდის არაბეთში ახალი დარტყმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, პრინციპში უკვე მეტიც არის დაღუპული, დრონებისა და რაკეტების მასობრივი შეტევა დაფიქსირდა დუბაიში, ყატარზე განხორციელდა ბალისტიკური რაკეტების დარტყმა. ჰეზბოლამ ისრაელის წინააღმდეგ მრავალჯერადი დრონებისა და რაკეტების შეტევები განახორციელა, ერაყში მოქმედმა შიიტურმა განყოფილებამ დაარტყა ამერიკის სამხედრო ბაზებს და ამერიკის კონტროლ ქვეშ მყოფ აეროპორტებს, ასევე საძაძორო სამსახურებთან და მოსადთან დაკავშირებულ პროქსი ჯგუფებთან ძალიან სერიოზული მუშაობა მიდის. ეს არის ძალიან მცირედი და მინდა გითხრათ, ჯეფრი საქსის ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის ამბობს ასეთ რამეს, რომ პრინციპში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2026 წლის 8 მარტს დაიწყო მესამე მსოფლიო ომიო და ამერიკას გაცხადებულადაა ყოველთვის, რომ წელიწადში მინიმუმ 7 ომი უნდა განხორციელდეს და აი პრაქტიკულად მე-7 ომია ირანი ამ შემთხვევაშიო. აი ამ თემებზე, ბევრ სხვა თემებზე სასაუბროთ მოვიწვიე ჩემთვის ძალიან საპატივსაცემო ადამიანი, არაჩვეულებრივი პუბლიცისტი, მწერალი და ანალიტიკოსი ბატონი ედიშერ გვენეტაძე. ძალიან დიდი მადლობა ბატონი ედიშერ, ვიცი როგორი ასე ვთქვათ მოთხოვნაა თქვენზე, დიდი მადლობა რომ დღევანდელ ეთერში მობრძანდით და თემები იმდენია, რომ არ ვიცი საიდან დავიწყო. როგორ ფიქრობთ? მოდით დავიწყოთ პრემიერის განცხადებით. მოგესალმებით ქალბატონო ლალი, დიდი მადლობა ასეთი შესავლისათვის. მივესალმები ძვირფას რადიო მსმენელს და თავიდანვე უნდა დავიწყო ერთი რაიმით. ჩვენთან ხშირად ლაპარაკობენ მოქალაქეები და რამ გარკვეული რაოდენობა ნეტავი როდის წავალ ამ ქვეყნიდან. ნეტავი რა კარგი იქნება იქ და ასე შემდეგ. ბოლო დღეებში იქ დასასვენებლად ყოფი ხალხი წაგვიყვანეთ აქედან, გვიშველეთ და ღვთისმშობლის წილხვეც საქართველოში რამენაირად დაგვაბრუნეთ. და ერთადერთი ქვეყანა ვართ, ვინც ჩვენი მგზავრები დავაბრუნეთ. ერთადერთი. ზუსტად ამაზე მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ ჩვენმა მთავრობამ გააკეთა უპრეცედენტო რამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ერთადერთი ქვეყანა ვართ ეხლაც ამ წუთებშიც მოფრინავს თვითმფრინავები ქართველი მგზავრებით, საქართველოს მოქალაქეები. სრულიად უსასყიდლოდ და ბრუნდებიან იმ ქვეყანაში, რომლისგანაც ბევრი მათგანი ფიქრობდა გაქცევას. ნუ ეს მე შემთხვევითად არ მიმაჩნია, მძიმე მარხვის კვირებია ჩემო ბატონო, ერთი თვე დარჩა ბრწყინვალე აღდგომამდე და მინდა გითხრათ, რომ ამ ქვეყანას
ღვთისმშობელი იცავს. ნამდვილად იცავს, თორე ხედავთ უკვე მე რამდენი წელია, რა ძალები არ ფიქრობენ საქართველოს ომში ჩაბმას, მაგრამ ვერცერთ შემთხვევისათვის ვერ შეძლეს და კიდევაც ვერ შეძლებენ. ახლა თქვენ რასაც ახლა ბოლო განცხადება რაც იყო, ახლა ისრაელის ელჩიც ეს არის პირდაპირ მოწოდება, ხო? მხარე დაიჭირეთ. კი ბატონო და ისა არ გაგიკვირდეს ჩემოლალი რომ აუცილებლად იქნება კიდე არაერთი ასეთი განცხადებები. ხედავთ ახლა ის შემოტევები რო არის ევროპის ელჩებისაგან. ის პეტერ ფიშერი, აგერ ჩვენი დასტა მოღალატეები რო არიან, ხო? ახლა რა მინდა იცი გითხრათ გუშინ ხალბატონების დღე იყო და კიდევ ერთხელ გილოცავ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მაგრამ მეორე ამბავი მინდა გითხრათ, ახლა მე ისტორიაში ცოტა რაღაცეები წამიკითხავს, მაგრამ ამდენი მოღალატე კიდე ერთი მოღალატე ხალი არ ყოფილა. პირდაპირ ამბობენ გრეკე თავში ხალბატონო მარგარიტაო, ხო? აი რა წვიმას ნატრობენ ბომბების წვიმას ნატრობენ. რა ნახეთ კაცო ბოლო დღეებში ვიღაც აივანჩიკებისაგან, ვიღაცეებისაგან, რომლებიც პირდაპირ იძახიან, რომ საქართველოში ღასდიან ტერორისტებს, ამას პირდაპირ ტელევიზიებით ლაპარაკობენ. ანუ პირდაპირ სამიზნედ ხდიან თელ ქვეყანას. თქვენს შვილებს, ჩვენ შვილიშვილებს, ჩვენს მომავალ თაობას და პირდაპირ განადგურებას სურთ საქართველოში. რის გამო? მხოლოდ და მხოლოდ 20 ვერცხლი რომ ჩაიჭხრიალონ ჯიბეში. და თავად ალბათ და ეს დაწმუნებული ვარ ამაში, ვილები ექნებათ უცხოეთში და ასე შემდეგ. მაგრამ რა მინდა იცი გითხრათ, მე რა როგორი ისა აქვს რა, უპრინციპო ადამიანები არიან ღალატშიც. როგორ მეორე დღეს ველაპარაკობს მე ეს არ მithქვამსო. because და ციფრული ტექნიკა არ არსებობდეს ამ ქვეყანას. კარგია რომ სხვათა შორის აი პრემიერი ისე კარგად პასუხობს ყველას. აი ადრე მაგალითად მე სულ ვამბობდი, გასულთ ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ რაღაცა თითქოს ირაკლემის პოზიცია გვიჭირავს, რაღაცა არ რეაგირებთ აი ესეთ განცხადებებზე. ახლა პირიქით, პრემიერი რეაგირებს ყველა განცხადებაზე და ისე აჩუმებს და ადუმებს, რომ აი იმიტომაც არის მეორე დღეს რომ გამორბიან და არა, ასე კი არ გვითქვამს. ლალი რაში არის ჩემო კარგო საქმე იცი? აი მრავალმა ტელევიზიებმა, მრავალმა აზრმა გააკეთა ის რომ დღეს საქართველოში მშვიდობა. ადამიანები, ქართველი კაცი ნიჭიერია. საქართველოში მცხოვრები ადამიანები ხვდებიან შავს და ხვდებიან თეთრს. და განსაკუთრებით მინდა გითხრათ, აი პრემიერი, ჩვენი პრემიერი არის, არ ვიცი ახლა ეს ალბათ ისტორიაში შევა ეს ადამიანი როგორც ახლა დიპლომატიის შესანიშნავი წარმომადგენელი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნება და მასთან ერთად მინდა გითხრა, აუღელვებელი ადამიანი, სპეციალურად ახლა რაც ასე აკლია ჩვენ სპექტრს, პოლიტიკურ სპექტრს. და ამ დროს მოთხოვნაა უკვე მოთხოვნა, სანამ ჩვენ სტუდიაში შემოვდიოდით, მე და თქვენ შემოვიდოდით, მანამდე მე და თქვენ ლაპარაკობდით იმის შესახებ, რა პროცესები გვაქვს ახლა ერთად გავლილი ამდენი 35 წლის განმავლობაში და როგორი იყო თქვა დაახლოებით 10-15 წლის უკან მოთხოვნა, რაზე იყო, აი ყვირილი, აქ ვისაც მეტი ხმა შეეძლო. ბრძოლაში შესაძლებლად. ტარანზე იყო მოთხოვნა და დღევანდელ დღეს ქართული საზოგადოება ჩამოყალიბდა, დაწყნარდა და ყველაზე მეტი მოთხოვნილება დღევანდელ დღეს არის დადგენილ და აკადემიურად მოქმედ პოლიტიკოსებს და ეს დამტკიცდა ძალიან კარგად, მინდა მაყურებელს უთხრა რომ დამტკიცდა შაბათის ეთერით, იმედის ეთერით ტელედებატებში, სადაც პრემიერი და განსაკუთრებით ზურაბ მაჰარაძე ეს იყო ძალიან კარგი, ძალიან აკადემიური და ეს იყო საჩვენებელი იმისათვის, რომ ჩვენ საითკენ უნდა წავიდეთ და ზუსტად დღევანდელ დღეს პრემიერმა როდესაც თქვა, რომ ჩვენი საგარეო ვექტორი, გნებავთ საშინაო ვექტორი, ჩვენს ქვეყანას არჩეული აქვს. ჩვენი საგარეო ვექტორი არის ის, რომ ჩვენ უპირველეს ყოვლისა დღევანდელ დღეს ვაი, უი და აი, ჰუი და არ გჭირდება. ჩვენ გჭირდება უპირველეს ყოვლისა ჩვენი ქართული სახელმწიფოებრიობის და ამავე დროს საკუთარი ერის ფიზიკური გადარჩენა. ეს არის უმთავრესი თორე იმ ადუღებულ მსოფლიო ოკეანეში, რომელიც დღევანდელ დღეს ჩვენს ირგვლივ მიმდინარეობს და ვხედავთ რა პროცესებია. რაც არ არის არავინ დანდობე, როგორი წარმოდგენები იყო იმ ცათამბჯენებზე, რომლებიც აზიაში არის, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში არის. ნახევარზე მეც და უფრო უმეტესობას უკვე ცეცხლი აქვს წაგიდებული, ჩემო ძვირფასო მეგობრებო და თქვენ ძალიან კარგად აღნიშნეთ, რომ საქართველოს ის არის ქვეყანა, სადაც არის დღევანდელ დღის ყველაზე მეტი მთავარი დეფიციტი, წყალი.
ხალხზე როდესაც ყურადღება გამახვილეთ ადამიანი ამით იწყება ყველაფერი ახალი კრიზისი აი ხა იწყება იმით რომ წყლის კრიზისი იქნება ქალბატონ ლალი საქმე რაში არის ახლა ძალიან კარგად ვიცით ადამიანი ძალიან დიდ ხანს ძლებს შიმშილით მაგრამ უცხლოდ 9 დღეზე მეც ვერ ძლებს ხო? თან ახლა როდესაც საუბრობთ იმ ქვეყნებზე, იქ განსაკუთრებული სიცხეა, ხო? იქ ახლა მათ რეზერვუარებზე მიტანილი იერიში და ახლა მე ყოველ საღამოს ვუსმენ სხვადასხვა ქვეყნების ანალიტიკას, იმიტომ რომ შეძლო გამოვიტანოთ ჩემთვის საინტერესო აზრი და რუსებმა თქვეს, რომ რამდენი ხანი იქნება დაცული მათი რეზერვუარები და დაცულია რო წყლის რეზერვუარები და არაბეთის ქვეყნებში წყლის რეზერვუარის გაუნებელყოფა ისევე როგორც ისრაელში დამთავრებული საქმეა. კი ბატონო. აქ ჯახვალ და აქ მდინარეა ყველგან ჯვარგვწერია ჩვენთან ეს საშუალება არ არის და თუ კიდე ხა გასაგებია გაზი, გასაგებია ნავთობი, მაგრამ წყალი არის უპირველესი რაც სჭირდება ადამიანს. და ამიტომ არის რომ მომავალშიც ასეთი სიტუაციები უფრო მეტად დაიძაბება, უფრო მეტად იქნება როგორ გითხრათ турბულენტური ზონები. და განსაკუთრებით მე მინდა მაყურებელს მოვაგონო ბეძინა ივანიშვილის გამოსვლა 2024 წლის 21 ოქტომბერს, როდესაც მან თქვა და პირდაპირ არის დევს უკვე ინტერნეტ სოციალურ ქსელებში და ვისაც საინტერესებულია შეუძლია ნახოს, დღევანდელ დღეს პრობლემას არ წარმოადგენს, მან გითხრა რომ როგორი ძალიან რთული სიტუაციები იქნება მომავალში მოსალოდნელი და ჯერ კიდევ ეს მსოფლიო გადანაწილება ჯერჯერობით კარგ ხანს არ დასრულდება და აქ რა თქმა უნდა აქ არის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი დედამიწაზე, რომელსაც ქვია საქართველო. და ამით უკვე ნახეთ როგორ იცვლება ჩვენს მიმართ დამოკიდებულება თავად იმ ოდიოზური ფიგურების, რომლებიც დღევანდელ დღეს ევროპაში არიან. იგივე უსულა ფონ ლაიენის განცხადება დღევანდელ დღეს. ნახეთ რომ ტრანსკასპიური მაგისტრალი ეს არის მომავალი ვაჭრობისა, ეკონომიკისა და მშვიდობის. მიხვდნენ და სხვათა შორის როგორი შერბილებულია ეუთოს წარმომადგენლების ტონი? რა თქმა უნდა ეს ასე იქნება, ვინაიდან ისეთი მდგომარეობა და ისეთი ვითარება დღევანდელ მსოფლიოში, რომ ბევრი რამ მე ვფიქრობ, ახლა მე ჩემი შეხედულება მაქვს, ბევრი რამ გარკვეულია, მაგრამ ბევრი რა ახლა წინასწარ დაგეგმილი რო კონდეს, მაგალითად ქორწილში რომ მიდიოდეს, აკეიფოთ, რა იქამდეც შეიძლება ვერ მიხვიდე, უსაფრთხოთ, ხო? რაღაცას გზაზე შეხვდეს და ასე შემდეგ და ამხელა სიტუაციაში, ამხელა გადანაწილების ზონებში ბევრი რამ ძალიან ისეთი გაუთვალისწინებელი შედეგები შეიძლება განვითარდეს. უყურეთ ძალიან მოაზროვნე პოლიტიკოსები, რომლებიც ბევრნი არ არიან. თუნდაც ახლა ჯეფრი საქსის განცხადება რაც იყო, რომ 5 წელიწადში 7 მინიმუმ ჭირდება ამერიკას და აი რო გადავთვალოთ მართლა ასეა, მე მინდა შეგახსენოთ კიდევ ერთი ინტერვიუ ბატონი ბეძინასი 2015 წლის ინტერვიუ. მე ძალიან ყურადღებით ვუსმენდი, როდესაც მან თქვა, რომ 20-30-მდე იქნება რყევები. მაშინ ყველა ერთმანეთს ეკითხებოდა რა 20-30-მდე თუ არ დაალაგდა და ჩვენ ხო ყველაფერი ერთ დღეში გვინდა რომ აი დღეს დილით გათენდა და ყველაფერი დაალაგებული იყოს და ღამ ადამიანმა ისევე როგორც ბევრმა ისეთმა პოლიტიკოსმა რომელიც ემზადებოდა ამ კრიზისთვის იცოდა რომ რაღაც 2019-ში მოვიდოდა პანდემია როდის მოდის ხო ეს არის 100 წლიანი ციკლი როდესაც იწყება პანდემიით მერე გადადის ომებში ეს ომებიც რაღაც ციკლური არის და შემდეგ უკვე იწყება გადანაწილება აი ზუსტად აი ამ გადანაწილების ალბათ ნუ რა ნახევარზე მეტი გავლილი გვაქვს ლალი საქმე რაში არის იცით ამ ადამიანს ეთყობა წაკითხული აქვს ის ადამიანები ის კლასიკოსები რომლებიც წერდნენ კაპიტალიზმის ავისა და კარგის შესახებ და ანალიტიკური აზროვნების უნარი ძალიან მაგარი ანალიტიკური აზროვნების უნარი აქვს თორე დავწმუნდი ჩვენ 2012 წლიდან დღევანდელ დღემდე მოყოლებული და მე ახლა რომ გითხრათ 2007 წელს უკვე ჩანდა ეს ვინაიდან კაპიტალიზმის კრიზისი რომელიც დაიწყო და ეს აფშკარად გამოჩნდა მიუნხენის კონფერენციაზე და სამწუხაროდ პირველი ჩვენთან ანალიზის თავი რომ არ ქონდა მაშინდან ჩვენ ხელისუფლებას პირველი აღმოჩნდა ჩვენ მიცემული პირველი მსხვერპლი 2008 წელს და შემდეგ თანდათანობით ვითარდებოდა მერე ამის მსხვერპლი აღმოჩნდა სირია ნახეთ მერე ამის მსხვერპლი აღმოჩნდა უკრაინა და რა დღეში ჩავარდა უკრაინა და კიდევ ლაპარაკობ ეს კაცი რომ არ მოსულიყო და რომ არ მოსულიყო ის ძაც ხელისუფლება რომელიც ხელისუფლებაც ბაც მოვიდა 2012 წელს და მერე უნდა ვთქვათ ხაზგასმით რომ ამ ხელისუფლებაში შეგზავნილი ძალები იყო ძალიან მუზარმა ძალიან თორემ რომელსაც მაშინ ვიძინა
ნინა ივანიშვილი ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას, იქ იყო გარკვეული პორტფელები მინისტრის, რომელიც უნდა ყოფილიყო ასე დალაგებული. პირდაპირ თქვა, ეხლა ჩვენმა პრემიერმა პირდაპირ თქვა შაბათსო დებატებში, რომ ისეთი ძალები გვაძალებდნენ და ისეთი ზეწოლა იყო, სხვანაირი მოქმედება ყოვლად შეუძლებელი იყო. და დღევანდელ დღემდეც გრძელდება, თორემ ნახეთ, ახლა თავდაცვის მინისტრი იყო ის ქალბატონი, რომელიც გამოვიდა და გაუგონარი რამ ბრძანა, ესე იგი ჩემ კიდევ ერთხელ მეორე სამიზნედ აქცია ქვეყანა. ჩვენ სამიზნედ ქვეყანა, მომავალი თაობები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე დარწმუნებული ვარ, ესენი ძალიან მაგარ დონეზე ყავთ დავერბობკებული, იმიტომ რომ ეხლა მე ვერ წარმომიდგენია რომ მათ გააზრებული არ ქონდეთ, რასაც ისინი ლაპარაკობენ, რა თქმა უნდა. მუშაობენ, ხა არც პირდებათ გადაბირება. თქმა არ უნდა, ეხლა ამას თქმა არ უნდა, რომ მათ ძალიან მშვენივრად იციან, რასაც ლაპარაკობენ, მაგრამ იმდენად ჭყალებში ლაპარაკობ, ვერბობკა აქვთ გაკეთებული, რომ იძულებული არიან ეს რომ გააკეთონ. და ამ турბულენტურ ვითარებაში შეძლო იმის გაკეთება, რომელიც წარმოუდგენელი რამ არის, წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა იგივე 2012-ში, იგივე 2015-ში და მაგრამ დღეს რეალობა არის და რეალობას ვხედავთ ჩვენ. რა თქვენ რაც ბრძანეთ, ეს ვიტყვი იმის შესახებ, რაც ხდება ირანთან მიმართებაში. მე როგორც ისტორიკოსი მინდა გითხრათ, ირანს ადვილად შეხედეს. ირანი არა ის ადვილად ვერავინ გაისეირნებს ირანში. ბოლოს და ბოლოს შაჰიდების ქვეყანა არის. არა და 500 წელი საზღვარი არ განძრეულა. და ამასთან ერთად არის 90 მილიონი ქვეყანა. და მე ძალიან არაზუსტი ისა სტატისტიკა, ინფორმაციები ვცელდება ირანის მიმართ. განსაკუთრებით ქალების როლზე. იცით ან თუ არა რომ დოქტორანტი ირანში დოქტორანტების 60% ქალია. დოქტორანტების 60% და არავინ არ იფიქროს რომ ირანის ეკონომიკა და ასე შემდეგ ჩამორჩენილი და ასე შემდეგ. და ამავე დროს იქ, როდესაც შენ ეხები მის უმთავრეს ღირებულებას, რომელიც არის რელიგია, არის შიიტური რელიგია და იქ იმას აკეთებ, რაც ჩემის აზრით მე მაგალითად ამას ლაპარაკობ, არ უნდა გაკეთებულიყო, მიმხვდება მაყურებელი რას აიათოლას მკვლელობამ მხედველობაში, ამან კი არ დაშკაშალა უფრო მეტად შეამჭიდროა და გახსოვთ ეს პროცესი ჩვენთანაც იყო, ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმს ვებრძოდით, 2008 წელს ცხადია შეკრული ერთგუნდად ჩვენი ჯარის გვერდზე ვიდექით და ჩვენი სახელმწიფოს გვერდზე ვიდექით, ხო? სანამ ახლა მართლა მკვდრებზე არ გვაცეკვეს და წაგებული ომი არ გამოაცხადეს, ხო, გვაზეიმეს. აი ძალიან გავს ახლა ირანში რაც იყო, თქვა, იქ ოპოზიცია და პოზიცია ისევ ერთმუშტად არის, იმიტომ რომ ერთ დღეში რომ მოგიკლავენ 100-ზე მეტ ბავშვს, გოგონას და ახლა ის დააბრალონ გინდა ხელოვნურ ინტელექტს და შემდეგ ტრამპმა ახლა საოცრება თქვა, მე ჩემი ყურით მე თავიდან ფეიკი მეგონა და მოვისმინე რომ ალბათ თვითონ ირანმა დაარტყაო. ესე იგი ირანმა დაარტყა თავის პატარა გოგონებს. ნუ აი ამაზე კოშმარი მე არ მსმენია, მაგრამ მეორე თქვა, მე საოცარი, რაზეც გადაობდა გუშინ, რა ვიცი, მთელი პოლიტიკური ელიტა მსოფლიოსი, შემდეგი სიტყვები თქვა, რომ ჩვენო გვინდა ახლა რუსეთს მივმართოთ, თხოვნითო მურჩესო სადაზვერვო ინფორმაციების გაცემას და რუსების ესეთი გაუგნებული პასუხი იყო, რომ ყველა სამხედრო ბაზას გვერდში აქვს ინფრასტრუქტურა, სკოლები, ბაღები, იმიტომ რომ სამხედრო ოჯახის წევრები ცხოვრობენ იქ, ხო? სუპერმარკეტები, აუცილებლად საავადმყოფოები. ანუ ეს ყველაფერი რუკაზე ჩანს. რა თუნდა ამას განსაკუთრებული წერტილის მიცემა? ლალი საქმე რაში არის, იცი, მე ვფიქრობ კი რა სახეზე არის, რომ ადამიანებს ისტორიის გაკვეთილებიდან გაკვეთილები ვერ გამოაქვთ. რატომ ლაპარაკობ ახლა ამას? ნახეთ რა დაემართა, ერთ-ერთი ჩამოვთვალოთ ჩემ ამერიკელებს რა დაემართათ ვიეტნამში. აბა მე საბჭოთა კავშირს ეძახიან კიდეც ახლა ირანს მეორე ვიეტნამს. საბჭოთა კავშირს რა დაემართა ავღანეთში. მერე ჩემო ბატონო იგივე განმეორა ამერიკელებმა იგივე ავღანეთში რა დაემართა. და დღესაც ანალოგიური პირი უჩანს ამას, იმიტომ რომ მე ვფიქრობ ახლა იმდენი სასწავლო სამეცნიერო ცენტრები ყავთ. იმდენი სასწავლო ინსტიტუტები ყავს, რომელსაც პირდაპირ ცალკეულ ქვეყნებს, იმიტომ საშუალება აქვს, ფული აქვს და სწავლობენ. ნუ თუ ეს დადებული არ იყო. და არ გეჩვენებათ რომ აი რაღაც ტყვეობაშია ტრამპი. ცუდ დღეში, იცით რა, ეხლა დიდი ფსიქოლოგი არ უნდა იყო, როდესაც უყურებ, მას არა აქვს ბედნიერი კაცის სახე. ეს ლაქები სახეზე, აი რაღაცა ეს პირი უშრება გამუდმებით, მე რაჩვენეს ახლოდან ხო როგორ აქვს მართლა ბევრი ლაქა გაუჩნდა და ადამიანი აშკარად განიცდის, მაგრამ ცხადია რომ მე არ ვიცი ხა ეპშტეინის ფაილები, ის რაც მე ვნახე, ძალიან პატარა ნაწილი ეპშტეინის
მე არ ვიცი საერთოდ ან როგორ ვართ, ან როგორ ღმერთი არ ბჯის, იმიტომ რომ ხა სოდომი და გომორი რო იყო, სულ არ დაუწყიათ, რომ შენ დაგსეთყავ შენ არა, ხო და ეს ცეცხლის წვიმა ყველას ერთნაირად წაიღებს, ხო? აი მე არ ვიცი საერთოდ როგორ ვართ კაცობრიობა მოსული აქამდე. ან შეიძლება 10 თონის მთაზე ეს ბერები ჩვენთვის ასე ლოცულობენ და გადაგვარჩინეს, იმიტომ რომ გასაგებია რომ ის არ ხდებოდა საქართველოში, მაგრამ ეს ხო ერთი დიდი მსოფლიოა შეშლილი არა? ლალი საქმე რაში არის კიდე აქ უნდა მივაქციოთ ერთ უმთავრეს რაიმეს ყურადღებას. ეს უმთავრესი რაიმე იმაში გამოიხატება, რომ დღეს ტრამპის დამარცხება არ შეიძლება. დღეს ტრამპის დამარცხება ნიშნავს იმ ძალის დამარცხებას, რომელიც როგორ გითხრათ, იცით, თვისებრივად ებრძვის უნდა თუ არა ეს ასე არის იმ უსაშინლეს ძალას, რომელსაც ქვია და ანტი-ადამიანური ძალა, სადაც კაცი ქალად ცხადდებოდა, ქალი კაცად ცხადდებოდა და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი პატარა კუნძული, რაზეც ჩვენ ლაპარაკობთ. მე დავწერე პატარა სტატუსი, რომ ტრამპის ფიგურასთან არ გვინდა მეთქეს კატეგორიული მსჯელობა და ბევრმა იქ მკითხა, რატომ აი არასწორ გადაწყვეტილებას იღებს, არა, მაგრამ იმის უკან ისეთი დიდი სიმძიმეა და რაღაცა ისეთი ხდება, რასაც ჩვენ გავიგებთ, თორე ტრამპმა როგორც დაიწყო, პრაქტიკულად ჩვენ წკიბზე ვიყავით გაუბედურებისგან, ხო? აი მე ვლაპარაკობ იმას, რომ რომ არა ტრამპი რომ არ მოსულიყო, ჩვენ დარწმუნებული ვარ, მე იმაში უბრალოდ შეიძლება ვწდებოდე, მაგრამ დიდი ალბათობით ალბათ ვერ გაუძლებდით იმ შემოტევას, რომელიც შემოტევაც იყო. ნახეთ, ფსევდოლიბერალური ფრონტის. ეს უსაშინლესი შემოტევა იყო, უსაშინლესი შემოტევა, რომელიც ეხლა ამ წუთებშიც გრძელდება. ამ წამებში მე და თქვენ რომ ვზივართ ეხლა და ვსაუბრობთ ამ პროცესების შესახებ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ წუთებშიც გრძელდება. საქმე რაში იყო ეხლა ტრამპი რა არის? ტრამპი არის იმ ძალების წინ გამორჩენილი ფიგურა, რომელიც ძალებიც ეწინააღმდეგებიან იმას, რაც იყო და რომელიც ჩვენ გვახსოვს და რომელმაც რომ იტყვიან რა, აი სისხლი გვადინა ფაქტობრივად, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დააყენა. და ამ სიტუაციაში რა საქმე რაში არის, იცით? ტრამპმა და მის გვერდით მდგომმა ძალებმა აუცილებლად მეტი გონიურულობით უნდა გადაწყვიტონ ესა თუ ის საკითხები. იმიტომ რომ ეს არის ურთულესი პრობლემური საკითხი, როგორიც არის იგივე ახლო აღმოსავლეთის საკითხი და მე მესმის რომ ეს არის უპირველეს ყოვლისა ენერგო პრობლემებთან ბრძოლის საკითხები. ეხლა მოდი აშკარა როგორც მე და თქვენ გვაინტერესებს ეხლა სომალში როგორი დემოკრატია იქნება, ისე აინტერესებს ამერიკელებს, შემობატონო და ისრაელს, ისე აინტერესებს როგორი დემოკრატია იქნება ირანში. ეს არის შავი ოქრო ძალიან აინტერესებს. აი ზუსტად ამას ვლაპარაკობ და ჰორმუზის სრუტე. აი ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ვინაიდან ეგ არის უპირველეს ყოვლისა დარტყმა ჩინეთზე, ჩინეთის ეკონომიკაზე და ხომ არ გეჩვენებათ რომ ალასკაზე მაინც ამ ორმა პრეზიდენტმა რუსეთის და ამერიკის მოილაპარაკა ასეთ დეტალებს, იმიტომ რომ თუ ვინმეს ხელს აძლევს და დღეს გამდიდრდა, აი 2 დღეში გამდიდრდა, ეს არის რუსეთი. ეს არის საოცარი მოვლენა და ამას ახლა თუ სულთლიანად ბეცი არ არის პოლიტიკაში და საერთოდ ცხოვრებაში ყველა დაინახავს, იმიტომ რომ $116-ია ეხლა ვკითხულობდი, $116 არის ბარელი ნავთობი ასული. ანუ ეს ნიშნავს ევროპის განადგურებას, ჩინეთის? ევროპაში 30% უკვე ფასები წავიდა ენერგოპროდუქტებზე და ენერგოპროდუქტებზე ფასების წასვლას ნიშნავს მთელ რიგ პროდუქციაზე ფასების აწევას. ამასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებშიც უკვე დაიწყო ნავთობპროდუქტებზე ფასების მატება. რაც სამოქალაქო ომის წინაპირობაა. ისეთი დაძაბული სიტუაცია, ისეთი турბულენტური ვითარებაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ ამის ასე დატოვება ყოველად წარმოუდგენელია და ეხლა როდესაც მსჯელობენ 4-6 კვირაზე და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში ღმერთმა ქნას, მაგრამ 4-6 კვირაში ეს ამბავი ვერ დამთავრდება, იმიტომ რომ ჯინი ბოთლიდან ამოსულია, ჩემო ბატონო, გაშვებულია და ემას არავინ არ იფიქროს, რომ ისა, რა ქვია, ვენესუელაა ირანი. არაა ვენესუელა ირანი. არაა ჩემო ბატონო სხვა ქვეყნები ირანი, არაა დანია. ამას ვიტყვი კიდე, არაა დანია, ირანი. ირანი დასაკარგი არაფერი არაა. როდის არის მტერი საშიში? კუთხეშია მიმწყდეული, ჩემო ბატონო, კუთხეშია მიმწყდეული და აი ამ სიტუაციაში უპირველეს ყოვლისა მე ისევ საქართველოს დაუბრუნებ და საქართველოზე ვიტყვი. ჩვენ გვარდებს არნახული გონიერება და რა მინდათ ქალბატონო ლალი იცი გითხრათ, აი თეთრი შურიო, რო იტყვენ ისე შემშურდა უნგრელების.
როდესაც ისა უკრაინელის იმ კლოუნმა დაემუქრა შეურაცხყოფა მიაყენა. გამოვიდა უნგრეთის ოპოზიცია და თქვა თქვენ ვინ მოგცათ ამის ნებაო ჩემობადო. ვინ გითხრა ვინ ესა უნგრეთის მოქალაქეზეო და უნგრეთის პრემიერ-მინისტრზე ვინ უნდა გაბედოს ცუდის თქმაო. აი ეს არის მაგალითი იმისა, როდესაც ჩვენ უნდა ავიღოთ ის მაგალითი, თუმცა მე მგონი ჩვენ არ გვჭირდება. ხაზი მინდა გახსოვთ 2008 წელს ცხონებული ლევან გაჩიჩილაძე რომ გამოვიდა ჩემო ბატონო და როდესაც თქვა რომ ეხლა წდება ყოველგვარი დებატები და ყოველგვარი ოპოზიციური მიდგომა ხელისუფლების მიმართ. მე ვფიქრობ პირველი მაგალითი ეს იყო, მაგრამ აი სწორედ ჩვენმა მტრებმა მე ვფიქრობ ამას ჩაჭიდეს ხელი, როდესაც გამოიყო ლევანის კეთილშობილება სხვანაირად იქნა აღქმული და მეტიც მინდა გითხრათ კიდე რომ ის გვარამიები და ისინი რომ შემოიყვანეს მე ეთერებში და პირდაპირ ეთერებში რომ გვაგინებდნენ, გულანძღავდნენ და რასაც არ გვიწოდებდნენ ეს იმისათვის იყო რომ ჩადებული კოდი იყო რომ დაყავიდა იბატონე ძველი რომაული პრინციპია ჩემო მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ეს ომი არის ძალიან დიდი გამოცდა უდიდესი გამოცდა არის იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ რა მოხდა შემთხვევით არ იყო აზერბაიჯანთან მიმართებაში და ეს შემთხვევით არ ხდებოდა ის მოსინჯეს ნიადაგი შემდეგ განცხადებები ერთი მხრიდან მეორე მხრიდან აგერ ნახეთ როგორი სიტუაცია აფხაზეთში იბომბება დრონებით და პარალელურად რას კადრულობს სააკაშვილი ანუ ისიც სამიზნედ გაქცევს რომ აიო ეს კარგიაო ეს რო ხდება იმიტომ რომ ეხლა დათა თუთაშხიას არის ჩემთვის როგორ გითხრათ ერთ-ერთი უსაყვარლესი კი არა საპროგრამო წიგნი იქ არის ნათქვამი ერთი ხელიდან მორდეხაი რო ეუბნება მგონიაო ჩემო ბატონო დათა ბატონო იმართება ეს ყველაფერი ერთი ხელის მართულია ესა ყველაფერი აი ნახეთ როგორი სიტუაცია იქედან დაიწყო BBC-ს ამბებიდან მოყოლებული ჩემო ბატონო მე განცხადებები მე ამბები და მე ერთად რომ წამოვიდა ეს აგენტურა ყველა ერთი დღეს აკეთებს მეორე დღეს ან და რაღაც საათების შუალედებში აკეთებენ განცხადებას ლაპარაკებლად და ორკესტრირებულად ხდება რა თქმა ჩანს ყოველ დღე ველოდები რომ კიდე რა სიტყვიან კიდე რას გამოაცხადებენ კიდე სად დაგვიდებენ კვანტს მაგრამ მე მომწონს ის რომ ჩვენები აი მთავრობა ისე მომენტალურად რეაგირებენ, აი როგორც ბრიტანეთის ელჩზე. საოცარი რეაქცია ქონდა საგარეო საქმეთა მინისტრსაც, პრემიერსაც, აი რაღაცა ჯგუფი ერთიანად თან ის რომ ახლა იმედს რო ასანქცირებ და პოზიტივის რო ასანქცირებ. აი ახლა ვის შევუშალეთ ჩვენ მართლა ახლა დღეს იხსენებდა შევუშალეთ რა თქმა უნდა შევუშალეთ დათო მაღლაფერიძე რომ უკრაინის დროშები გვეკიდაო და ჩვენ როგორ ვიყავითო რა როგორ ვიბრძოდითო ამ ყველა შეუშალეთ რატომ? ახსნი. იმიტომ შეუშალეთ რომ თქვენ დემოკრატიულად როდესაც ლაპარაკობთ ერთი ვინმეს დაჭერის გარეშე. ერთი რომელიმე ტელევიზიის დახურვის გარეშე პირწმინდად რომ მithქვით გაანადგურეთ. გაანადგურეთ იდეოლოგიურ ბრძოლაში. ეს არის უდიდესი მიღწევა. დღესავით არის ჩემთვის ნათელი რა სიტყვის ჩემზე შთამომავლობა. ლაპარაკობდა დიდი galaktioni. აი ჩემთვის ნათელი არის აი თქვენს მუშაობის შესახებ, იმედის მუშაობის შესახებ, პოსტივის მუშაობის შესახებ, სხვადასხვა მცირე ტელევიზიები რო არიან კიდე. ეს გითხრათ ერთი რამე. ეხლა მე მაინც ხა ერთ PR ტექნოლოგი ვარ, ჟურნალისტი ვარ და სულ მაინტერესებს ვუკვირდები რა თქვენ იცოდით რომ იდეოლოგია ისე მუშაობს სოციალური ქსელების გამოყენების დროს მაგალითად ისრაელში, მაგალითად არაბულ ქვეყნებში, რომ დღეს, როდესაც რეალურად ძალიან ცუდ დღეში არიან ტურისტები ჩარჩენილი და ტირიან, რაღაცა სხვადასხვა არხის საშუალებით იდება ეს პირები, უფლება არ აქვთ. ანუ იქ უნდა ჩანდეს სურათი, რომ ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი გადასარევად არის და ჩვენთან ქვეყანაში, სადაც მართლა ყველაფერი გადასარევად არის, ყოველი მეორე ტირის ცდილობს, რომ ქვეყანას რაღაც ზიანი მიაყენოს და ხომ არ ვიფიქროთ აი ამაზეც იდეოლოგიურად, ხომ არ უნდა რაღაც ჩარჩოში მე ვარ ადამიანი, რომელიც საერთოდ ვერ იტანს ნებისმიერ ჩარჩო არის ჩემთვის მიუღებელი რა. მაგრამ არის რაღაცა, თუ ისრაელს აქვს ეს კანონი, თუ ემირატები, აი ხა ამდენი ადამიანი იცით რა ხდება აეროპორტებში. მე ვნახე ინსაიდერების ხდება ეს ინსაიდერის მოპოვებული ფოტო იყო და კითხვა რომ ამის მერე ალბათ გამაქრობენო საერთოდ სოციალები. ლალი საქმე რაში არის იცით? ეხლა მე მიამაყება რა. ის მიამაყება რომ ჩვენმა პრემიერმა დღეს თქვა და ჩვენ ვნახეთ ყველა 5 გადატრიალებას ჰქონდა ადგილი. ცდელობას. ჩვენ ყველანი ამას უყურებდით ტელევიზიით. ხო, პირდაპირ ეთერებში. მთელი მსოფლიო უყურებდა ამას. აბა დამის ახლოს ვინმე. ერთი ტელევიზია რომელიც დაიხურა.
პირდაპირ ჩაიყვანეს ერთ-ერთ ქვეყანაში ქვეყნის პრეზიდენტი დააყენეს თავისუფლების ქანდაკების ფონზე და იქედან იაძახებინეს ცოცხლად დაწვით პოლიციელებიო ხო ეგრე იყო ხო მან მიგონდა ამბობდა გრიგორიადისი ყაჩაღი ტერორისტი გმირიაო და ამას პირდაპირ ტელევიზიით ისმენდა ხალხი. აბა მითხარით, რომელი ტელევიზია დაიხურა? რომელი ჟურნალისტი, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ ზოგიერთები, მოუწოდებდნენ იმის შესახებ, რომ გამოდით, მივიტანოთ იერიშები და ასე შემდეგ. ეს დევს ყველაფერი, ხო? აბა მითხარით, რომელიმე მათგანს თუ რაიმე დაიმუქრა, ან რომელიმე მათგანის მიმართ რეპრესიები. ეს არის უნიკალური მოვლენა. ეს მთელ სოფლიოში არსად არ განხორციელებულა საქმე. მით უმეტეს მიაქციეთ ყურადღება რა იყო. ეს რევოლუციები იყო დაგეგმილი. ეს იყო რაღაცა ინსტიტუტებში დაგეგმილი, საიდანაც უნდა მოხდარიყო აუცილებლად ამის რომით მათ სასარგებლოდ დასრულება. არ მოხდა. რატომ არ მოხდა? იმიტომ რომ მოდი მინდა გითხრათ, ეს აუცილებლად მათთვის გამარჯვებულად დამთავრდება ჩვენო 90-იანები გამოვლილი არ ქონდა. ალბათ. მე მიფიქრია რომ როგორ მოხდა, რომ აი ეს შევძელით, თან ფიცხები ვართ ხო, მაინც აი რაღაც როგორია ხა შენ შულს რო გიწვავენ ქუჩაში, როგორ მთელი ოჯახი არ გამორბის ხო? მაგრამ მართალი ბრძანდებ ჩვენ ისეთი გვაქვს გადატანილი და ომი ვის არ უნდა, ვისაც გამოვლილი აქვს ომი იმას. თორე ვისაც არც ომი არ უნახავს და მარტო ეს კომპიუტერული თამაშებით ერთობოდა, მისთვის სულ ერთია. მე არ მინდა ჩემი ხა ალალი ნათესავია რა ბიძაშვილები ვართ მე და გია ყარყარაშვილი და მე უფრო მშვიდობის მოყვარული ადამიანი მეორე არ ვიცი რომელმაც თქვა რომ მე დღესვე დავჭდები აფხაზებთან მიუხედავად იმისა რომ ძმა მომიკლეს და აი თუ შენ არ აგაკეს გამოვლილი თუ შენ არ იცი ეს წნეხი რა არის სხვანაირად ვერ დადებ შედეგს ნორმალურს ამიტომ საუბრობ ამის შესახებ რომ გარკვეულწილად კი რა ძიცილად დიდი მნიშვნელობა ალბათ ეს ვერ გათვალეს იმათ აი არის რაღაცები, რომელსაც ვერ თვლიან. ვერ თვლიან ქართველი კაცის ხასიათს. კია ის ფიცხი, მაგრამ აი ნახეთ როგორი აღშფოთება გამოიწვია იმ ქალბატონის განცხადებამ. ნახეთ ის ტერორისტი ეს ასეც და რა მოხდა იცი? აი უცბად და რისხვა დაატყდა თავს. მეორეს ეგრეთ წოდებული მე მას გენერალი როგორ შეიძლება კაც უწევდა რომელიც პირდაპირ ლაპარაკობს ეს თუ შესაძლებელი არის ახალ მაგალითად ჩემს უფლებამოსილებაში რომ იყოს იმ ეპოლეტებს ჩამოვაგლეჯდი ჩემოვატონოთ და თუ სინდის ნამუსი აქვს თავად უნდა მოიძროს და უნდა ჩააბაროს სამხედრო ადამიანი პირიქით პირველი უნდა იყოს იმედის მომცემი და მშვიდობის მოყვარული ხო და რატომ ლაპარაკობ ახლა ამას ეს იყო რა იცი ქართველი კაცის ხასიათი მათ შესწავლილი არა მე ხშირად ლაპარაკობ ასეთ ეთერებში როდესაც ვარ იყო საბერძნეთში ერთ-ერთი ასეთი სამხედრო სტრატეგი თემისტოკლე და მან თემისტოკლემ გამარჯვება მოაპოვებინა სპარსელებთან ომში წაგებული სიტუაციიდან გამომდინარე კითხეს როგორ მოახერხესო და დავიღუპებოდი დაუპისპირას რომ არ ყოფილიყავით ასე ვარ ჩვენი ისტორია ასია ჩემო ძვირფასო მეგობრებო და ალბათ რაღაცა გენეტიკური კოდია მალული გენეტიკური კოდი რომელიც ვერც სპარსელმა ვერც რომაელმა, ვერც ბიზანტიელმა, ვერც იმან ირანელმა და ვერც ვერავინ ვერ ამოხსნა და ვერც ვერავინ ვერ ამოხსნის ამას. ვაჟი ვაზი 100,000 მოდიოდნენ, აქ 10,000 ხდებოდა, რომ რაღაცას ისეთ swameno, რომ გვიგებენო და ვაზი აგვიჩეხეს. და ამავე დროს ქართველი კაცში არსებობს რაღაცა ისეთი გენეტიკური კოდი, რომელსაც დიპლომატიაც ქვია. აგერ დამტკიცდა ჩემო ძვირფასო მეგობრებო. სულ მაგას ვამბობდი, ხა ნაცარქეკია, ჩვენი ზღაპრები ხო არის, აი ფანტასტიკური მაჩვენებელი სიბრძნის. მათ ნაცარქეკია რეალურად იყო დიპლომატი. ქალბატონო ლალი საქმე რაში არის? ვიცი მორწმუნე ქალბატონი ბრძანდები და ახლა არის მძიმე მარხვა. ნახე როგორია ილოცე შენი მტრისათვისო. ვიცათა შენი თავისათვისო. ეს აღქმა და ამის ერთ-ერთ მცნებაში ჩაწერა და ამის შემდეგ თელს მართლმადიდებლურ სამყაროში პრიორიტეტად წარმოჩენა შემთხვევით არ ხდება. ამიტომ არის რომ ეხლა არ მოყვები ისტორიაზე და არ ვიტყვი ამ ისტორიის შესახებ ბევრ რაღაცებს, მაგრამ მინდა ერთი რამ მინდა გითხრათ ახლა ჩემზე უკეთესად და თქვენზე უკეთესად ვინ იცით ერთ-ერთმა აღმოსავლეთის ქვეყანაში როდესაც ომი მიმდინარე რა უბედურებები აქვს აქ საქართველოში მაგრამ მე როგორ შემიძლია ბავშვის სიკვდილი
გავამართო 100,000 მოწამის ქვეყანა ვარ და რა თქმა უნდა გვახსოვს ძალიან კარგად ძალიან ბევრი რაიმე გვახსოვს მე უარესების გვახსოვს კიდე მაგრამ მაი ჩემი შვილიშვილების ბაბუა ვარ შვილების მამა ვარ ისევე ბრძანდებით თქვენად როგორ შემიძლია მე ბავშვი ერთი ცრემლის ფასადაც არღის და წვეთის სისხლის ფასადაც არღის რაც ქონებაა კი დედამიწაზე დაგროვებული. უბრალოდ აი გასაოცარია რომ ფაშიზმი 80 წლის წინ დამარცხებული ასე უცებ თუ ისევა ესე აყვავდებოდა. მე მაინც მეგონა რომ რაღაცა პერიოდი აი გაყვებოდა ეს მეხსიერება ისტორიული, მაგრამ სამწუხაროდ არ მოხდა. ქალბატონ ლალი, ნახეთ ბიბლიაში რა არის ნათქვამი. სადაც აბელია, იქვე არის ჩემო ბატონო მისი მოწინააღმდეგე. ხო ძმები იყვნენ, მაგრამ ერთი იყო სიკეთე, მეორე იყო ბოროტები. ასევე ადამიანშიც. თავარია კი ბატონო, რა არის რის გამოვლინების საშუალება ეძლევა ადამიანებს. ჩვენ ძალიან კარგად დასცინოთ უსაშინელება იყოს გვახსოვს მე და თქვენ 30-იან წლებს 37-ზე ასე შემდეგ როგორ შეიძლება აგერ არ გამოვიარეთ 30-იანი წლები აგერ ჩემო ბატონო აგერ არის რა ხასიათის იყო ტელეფონ არ გვახსოვს ტელეფონებს რო ვშლიდით და ვაწყობდით ვინმე საუბარი არ მოესმინა მეგობართანაც როგეს შინოდა საუბარი და ასე შემდეგ ეს იყო გამოვლენის საშუალება აი როდესაც იქმნება ეს პროცესი ეს არის ყველაზე მეტი ძალიან ცუდი და ამას თავად ადამიანები უწყობენ ხელს. თუმცა სანამ იქნება კაცობრიობა, მანამ ასე იქნება. მაგრამ იქვეა ნათქვამი. ბოროტსა ძლია კეთილმან არსება მისი ძელიაო და სულ სიკეთე გაიმართა. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ფიქრობ რომ რაღაცა პატარა ოპტიმიზმის მარცვალი მაინც შევიტანეთ. აი ამ შეშლილ სამყაროში რუკაზე არის ადგილი, რომელიც არის მშვიდი, რომელიც არის წყნარი და რომელსაც ძალიან გონიერი ადამიანები მართავენ. სადაც კიდევ ერთ ვიტყვი, იმ პანდემია ბრძანეთ, იმ პანდემიის დროს არც ერთი დახურულად მონასტრის კარი. ძალიან დიდი მადლობა. მე გემშვიდობებით მომავალ ორ შაბათამდე ასეთი იყო მოროშკინას პოდკასტი ამ ორ შაბათს.